მოგესალმებით, მეგობრებო. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გაქვთ. როგორც ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ საინტერესოდ მიდის თქვენი ცხოვრება. დღევანდელი დღისთვის, საჯარო გაშლისთვის, კვლავ ბევრი ვიფიქრე თუ რა თემაზე შეიძლებოდა რომ გამეშალა, მენახა. თუ რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა იცოდეთ, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რისთვის ხართ მზად, ასე ვთქვათ, კოლექტივი რომ ინფორმაცია მიიღოთ. და ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ უბრალოდ რეალურად ბევრი არც მიფიქრია, უბრალოდ ვიჯექი. უბრალოდ ვიჯექი და მეთქი ანუ რაზე უნდა გავშალოთ, ხო, რა არის საჭირო. რო ახლა იმ ადამიანებმა იცოდნენ ვინც ამ ვიდეოს უყურებს. და თავში წამოვიდა ეს აზრი და საკმაოდ ხშირად გვაქვს ხოლმე ეს თემა ჩემ არხზე. ამაზე გაშლა, ეს არის თუ რა ვინ მოდის თქვენკენ. საკმაოდ საინტერესო თემა არის. უბრალოდ მე ახლა ვფიქრობ, რომ მჭირდება ფურცელი. რომელზეც ჩამოვწერ ჩამოვწერო აგერ არის პატარა თეორიის ხალხ რა არის ეს sketch-ის sketchbook-ია ქსოვილებს რაღაცებს რა ვაკეთებ ხოლმე ჩანახატებს ხო ვინც არ მიცნობს პირველად ხედავს თორნიკე მქვია არქის სახელიდანაც მიხვდებოდით მაგას კი ბატონო ნახოთ კი ბატონო ასე სიჯილებსაც ვაკეთებდი თურმე დასტა 1 2 3 მოკლედ ლამაზო ადამიანებო დასტა გვაქვს პირველი მეორე მესამე როგორც ყოველთვის აირჩიეთ ის რომელიც თქვენთვის მისაღებია ასე ვთქვათ რომელი დასტიდან გინდათ რომ ინფორმაცია მიიღოთ და დავიწყებთ მე მგონი ანუ არაფერი ისეთი არ არის სათქმელი ხო ვისაც მედია მიხვდებით პირდაპირ გადაახვიოთ ვისაც გინდათ დასტაზე რომ მოხვდეთ ვინც პირდაპირ სულთლიანად მისმენთ ხოლმე ოკეი გასაგებია მაგრამ ანუ გვექნებათ იმედი რომ რომელიმე დასტა ანუ რამდენიმე დასტა ერთდროულად იქნება რეზონირებული თქვენზე იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველა დასტა იყოს მორგებული სხვადასხვა ენერგიაზე და სხვადასხვა ადამიანზე საკმაოდ ბევრი უყურებთ იყო ხოლმე მომენტები რომ ერთი ადამიანი ენერგია იყო აშკარად გაფანტული მთლიანად სამივე დასტაში რომელიც საკმაოდ ისეთი იყო რომ მეთქი რა ხდება მე კარგი ხანი გავწყვიტე შევჩერდი ასე ვთქვათ საჯარო გაშლების თავი დავანებე მაგრამ მე ისევ მოვბრუნდი და იმედი მაქვს რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი მესეჯები იქნება ხოლმე თქვენთვის კი ბატონო თუ ვინმე ახალი ხართ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი იმიტომ რომ ძალიან დამეხმარება მოიწონოთ ვიდეო თუ არ მოგეწონებათ ეგეც არ არის პრობლემა შეგიძლიათ კომენტარებიც დატოვოთ ძალიან დაეხმარება ეს ყველაფერი არხს მოდი დავიწყოთ დასტა რომელი პირველი და ეს იქნება 04-33 დასტა ნომერი პირველი და დავიწყებ დასტა ნომერი პირველით თუ რა მოდის ახალი თქვენს ცხოვრებაში რა მოდის ვინ მოდის ახალი პირველ რიგში დავაკვირდები თუ რა უნდა ისწავლოთ მაგ პერიოდში რა არის თქვენთვის გაკვეთილი
აი ამ ახალ ენერგიასთან დაკავშირებით რაც შემოვა. ხო, ანუ მატერიალურ სახით შემოვა, სიტუაციის სახით შემოვა, ადამიანის სახით შემოვა, ეს რაღაცა ახალი ენერგია. მასთან მიმართებაში დასტა რომ მე პირველი ვინც აირჩა იმ ადამიანებმა რა უნდა ისწავლონ და უნდა იცოდნენ. Growth ზრდა მშვენიერი განასწორებ. I want to expand my consciousness and my awareness. Okay. Როგორც ცნობიერი და ყველაფერი მთლიანად იზრდება და უფრო მეტად დაახლოებული ხდები შენს რეალობასთან. ანუ რო წარმოვიდგინოთ ეს ენერგია რაც შემოდის და როგორ სიტუაციებსაც შექმნის და როგორ ადამიანებსაც მოიყვანს, ხო? ანუ ეს ახალი პერიოდი, რაღაც ახალი რაც შემოდის, ეს ყველაფერი გასწავლის თუ როგორ უნდა მიიღოს ზრდა საკუთარ თავში და დაგანახებს თუ რა კუთხით გაიზარდე რაღაცა შეიძლება საქმის კუთხით გაიზარდე, ხო? საქმიანობის კუთხით, კარიერის კუთხით იზრდები, ან ადამიანთან ურთიერთობაში იზრდები, ხო? ყოველ შემთხვევაში ზრდა მაქვს. მაქვს ძალიან ესეთი თავს კომფორტულად ვცნობ, კარგად ვცნობ, მომწონს სადაც ვაკეთებ, მომწონს როგორც ვიქცევი, როგორ ვუყურებ სიტუაციებს, როგორ ვუყურებ ადამიანებს. ხო, ანუ ეს ყველაფერი მომწონს, რაღაცნაირად სიამოვნებს, რომ გავიზარდე, რაღაცა ეგეთი ენერგია მაქვს. ნახოთ როგორ გამოიხატება ეს ყოველივე ტაროს კარტით. ეს ენერგია როგორ გამოიხატება. Judgment. Okay. პირველი ათმაკ ეს არის judgment. აქ შევიკაც დეკალები არიან ასე რომ იმედია YouTube არ გაატრაკებს ამაზე. Judgment განკითხვა, ხო, რაღაცნაირად წარსულის წამოწევა ისევ წინ, სავარაუდოდ ეს ახალი ენერგია რაც შემოდის, სიტუაციას შეიძლება ეხებოდეს წარსულიდან, ახალი ინფორმაცია იყოს, ხო? რაღაცა გაიგო ისეთი რაც აქამდე არ იცოდის იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმ ადამიანთან დაკავშირებით, ხო? რამაც მე გავლენა მოახდინოს რა. შენს ზრდაზე. აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ უბრალოდ ნახევარი მომენტია შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ აი ეს ენერგია რაც შემოდის, შენი სურვილი რაც იყო აქამდე მაგ სურვილს დაემთხვეს ახლანდელი ენერგია, ანუ მანამდე გქონდა სურვილი, გინდოდა რომ გამოგცლოდა რაღაცა, არ გამოვიდა და ახლა მობრუნდა ეს შენი სურვილი, კვლავ ენერგია და ახლა შეიძლება რომ გაიზარდო მაგ რაღაცაში. შეიძლება თავის დროზე არ იყო შესაფერისი, ასე ვთქვათ, შენი ზრდისთვის ეს ყველაფერი და ახლა უკვე გეძლევა შანსი რომ გაიზარდო მაგ რაღაცაში. ანუ ჩათვალე რომ შანსი გეძლევა მეორედ შეიძლება. ხო, მაინც ზუსტად დავაზუსტოთ, რას ეხება ეს ყოველივე. კი ბატონო, ხუთიანი ხმლები, ხუთიანი კვერთხები მაქვს. ეს ყოველივე ეხება რაღაცა კონფლიქტს, რაღაც დავას, არგუმენტირებულ ჩხუბს. დავა, კამათი, ჩხუბი, ქაოსი, ეს ყველაფერი ეხება აი ამ წარსულში მომხდარ ძალიან უსიამოვნო ფაქტს, ხო? ანუ თუ ეს ეხება საქმეს, სამსახურის სიტუაციას, ანუ იქ სამსახურში რაღაც შეიძლება მოხდა, იქ ენები, ჭორაობა, ეს ანუ თავი გარიყულად იგზენი, რაღაცნაირად და აი იმ გარემოსზე შეიძლება გაიგო რაიმე ისეთი ინფორმაცია, შეიძლება ეხლა გული გტკივა, წინს რომ რაღაცნაირად ესე მოხდა, თქვათ იქ აღარ ხარ, მაგრამ გაიგო რომ თურმე
კარგია რომ არ ხარ, იმიტომ რომ იქ შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა, რაშიც რეალურად სამყარომ გადაგარჩინა და კარგია რომ აღარ ხარ მათთან. ასევე შეიძლება ესახებოდეს ადამიანთან კონფლიქტს შხობს, კამაც, მეგობარია თუ შეყვარებულია თუ ოჯახის წევრია, ნათესავი ხო, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანთან იყო კონფლიქტი, ჩხუბი, დავა და ახლა რა ენერგია შემოწდა, როგორც მანიფესტირდება თქვენს ცხოვრებაში, ეს არის პასუხი, რაღაც ინფორმაცია, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ უბრალოდ გაიზარდოთ და მიხვდეთ, თუ რაში იყო რეალური პრობლემა. ამავდროულად კიდე კვლავ ისევ ჩხუბს და კამათს და მის ეხება, ხო, ანუ დავას. სადაც რომლის მიმართაც აი აქ თუ დააკვირდებით ხუთიან ხნებს, ანუ უკან იყურება ისევ რა, ანუ ეს სიტუაცია, რომელსაც კვლავ ჯერ კიდევ ძალიან ისე უყურებ, რა, რომ გახსენდებოდ აგრესიული ხდები და რაღაცნაირად თავში ყოველთვის სადგა პასუხი რა, როგორ გასცე პასუხი რამე რომ მოხდეს. ხო, ან ისევ რომ მოგწეროს, ან ისევ რომ რაღაც, ანუ ვიღაცასთან დაკავშირებით, ხო, ან აი მაგ სიტუაციაში რომ მოხდე და ან მაგ ადამიანებს რომ გადაეყარო და სათანადო პასუხს გასცემ და უტუტუტუ და ენერგია ისეთი შემოდის, რომელიც გზრდის და ეს ზრდა უკვე შენზეა დამოკიდებული საით მიდიხარ, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც არჩევენ, რომ აზრი არ აქვს პასუხს კარგად იყვნენ და შობას პოულობენ საკუთარ თავში და მიდიან. არიან ადამიანები, რომლებთათვისაც შვება არის ის, რომ პასუხი გასცეს. ეგეც ზრდა არის. შენთვის რაც მნიშვნელოვანია და რაც იცი რომ გზრდის შენ თვითონ როგორც პიროვნებას, ხო? პიროვნება კარგია თუ ცუდია, ეხლა მაგ სიტუაციაში ხო შენ პასუხს გასცემ თუ არ გასცემ იმ სიტუაციას, ხო? ეს არის შენი სუფთად. ყველანაირი ადამიანი არსებობს, აქ გაკითხვის მომენტი არასდროს არ არის, ანუ ვინც გაგიკითხავს, თუნდაც განკითხული იქნება. უბრალოდ აი შენ თვითონ არჩევ რა, შენ თვითონ არჩევ როგორი პიროვნება გინდა რომ იყო და როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს, ასე რომ შენ თუ იცი რომ მხოლოდ მაშინ დაწნარდები და მშვიდობით თუ სათანადო პასუხს გასცემ, გაეცი პასუხი, თუ არა და უბრალოდ დადექი და თქვი რომ ის რა არ მინდა ზედმეტია, მოდი კარგად იყავი. აქ სულიერი მომენტი რაღაცა კარმის მომენტი, ეგეთი რაღაცები აქ მე დაგიწყო შენ რომ აი ჯობია რომ პასუხი არ გასცე და შენს გონებას და შენს თვლის, ხო, შენს ცნობიერს რაც დააწყნარებს და ამშვიდებს ის უნდა იქჩიო ადამიანმა მაგა არ თქმა უნდა ყველაფერს თავის შედეგი მოყვება. რა შედეგსაც აირჩევ, ხო, ანუ რა ქმედებაც აირჩევ, იმას თავის შედეგი ექნება. ამიტომაც შედეგზე პასუხისმგებელი მე შენ თვითონ უნდა იყო. პირადად ჩემთვის კარგი არაფერი მოაქვს. აგრესორს აგრესიულად პასუხობ რა. პირადად ჩემს არ სიამოვნებს მე თვითონ, მაგრამ სხვა რო გადაწყვიტოს ჩაოლებრივი ამბავია, კი ბატონო, როგორც გინდა, არანაირი პრობლემა არ არის. არ ვიცი რატო ვლაპარაკობ, ვიღაცა ანუ აშკარად ძალიან ემზადები იმისთვის, რომ აი სათანადო პასუხი გასცე ვიღაცას, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ეხება აი ამ ვიღაცისთვის, აი ამ წარსულის ამბავს ეხება. აი ნახოთ კიდე. Queen of Pentacles, okay. ორიანი ხმები, ოთხიანი თასები და კოშკი. რა მოაქვს ამ ახალ ენერგიას, ხო? მოკლედ, რაც მოაქვს ამ ახალ ენერგიას, ეს არის მთლიანი შენი ახლანდელი მდგომარეობა. ინგრევა, რა თქმა უნდა, ზრდასთან როცა მაგ შეხება და როცა ვიცი რომ ეს არის ზრდა, ვიზრდები, ფაქტია რომ ამ მომენტისთვის სადაც ვარ, ეს მოცემულობა მეცვლება. წინ მივდივარ
ის სადაც ახლა ვარ აღარ იქნება. ეს ფაქტია. მაგრამ ახლა იმდენად კმაყოფილო ხარ და კარგად ხარ აი ამ თუნდაც ქაოსში, თუნდაც სუროთ ცუდად იყო, ხო? იმდენად მიჩვეულია შენი ნერვული სისტემა, შენი სხეული, შენი გონება, შენი ცნობიერი, ქვეცნობიერი მიჩვეული აი ამ გარემოს, იმდენად არის მიჩვეული ამ გარემოს. რომ ეს რაღაცა სრულობა რაც ხდება შენს გარშემო და რამაც უნდა გაგზარდოს, ამ რაღაც მერთხარ აი ძალიან ისე აი რომ დავუბრუნდა იქ პასუხის გაცემა არ გაცემაზე რა. თუ არასდროს პასუხს არ ცემდი მსგავს სიტუაციებში. ფაქტია რომ პასუხი გასაცემი გექნება, იმიტომ რომ ეს არის შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რაც უნდა მოხდეს და რამაც უნდა გაგზარდოს. თუ ყოველთვის აგრესიული იყავი და თუ ყოველთვის ესე სიტყვიერ კონფლიქტში შედიოდი და ყოველთვის პასუხს ცემდი ვიღაცებს, ახლანდელი რჩევა იქნება რომ უბრალოდ აღარ ქნა ეგ. ეგეც შენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა იქნება და ზრდა იქნება. ფაქტია რომ რაღაცა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გიწევს, რომელიც ძირად არ გეხალისება, იმიტომ რომ არ იცი რას მოგიტანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ვიცი რაც მოაქვს ამას, ეს არის ცვლილება იმ ყველაფრის რაც ახლა გაქვს. ხო? მაგრამ ახლა რაც გაქვს მე მეუბნები რომ მონოტების დედოფლის ენერგია არის, ანუ კარგია თუ ცუდია ჩემ გარშემო რაც ხდება, ანუ იმდენად მივეჩვე და იმდენად კომფორტულად ვარ აი ამ რაღაცაში, ხო? კი შეიძლება ვიძახდე რომ მინდა რომ შევცვალო რაღაცები, მაგრამ თქო ბოლომდე მზად არ ვარ რომ შეიცვალოს. რაღაცა ეგეთ ენერგიას მიჩვენებს რა. ну გვინდა არ გვინდა სამყარო შენ ბევრს უნდა გაატრაგებო. ამ სიტყვას უკვე მე რამდენად ვიყენებ. თუ იმეს რამე არ მოგწონს შეგვიძლია უბრალოდ ახარ მოვისმინოთ ამ ვიდეოს. და ვინმეს თუ გონია რომ აქ ჯანისის მაღალფარდოვანი და სულიერები და ახსილი ადამიანი ვზივარ და რომელიც არ იყენებს ეგეთ სიტყვებს, ეგეც ძალიან ცდებით. მოკლედ, რა ხდება, რა ახალი ციკლია სრულიად სამყაროს კარგი მაქვს. ახალი ციკლია, ახალი წრე არის, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს წრე არის რა. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს რაღაცა კონკრეტული რაც ხდება შენს გარშემო, ანუ უახლოეს მომავალში არის, აი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს უნდა მომხდარიყო მსგავსი რაღაცა, რომ შენ გაგეღვიძა, ანუ ეს ჯაჯმენტი რაც არის, კარტი განკითხვის კარტი, საყირსო ბერავს ანგელოზი, გამოღვიძებასაც ნიშნავს, ხო? ან სამყარო გაღვიძებს. Wake up calls ეძახიან ინგლისურად, ქართულად იქნება სავარაუდოდ wake up call, ხო რა, ნუ გამოიღვიძე. უფრო უხეშად რომ თარგმნო და უფრო უხეში ტერმინი რომ გამოვიყენო ქართულად, ეს არის თავში ხელს რომ წამოგარტყავს რა სამყარო, რომ აი აბა რა საკეთებ, აბა გაიღვიძე, გამოიღვიძე, ანუ რაღაცა ეგეთი არის რა. მოდის ჩვენი Ace of Pentacles, მონეტების Ace of Pentacles, ტუზი მონეტების, რაც სუფთად მეუბნება იმას, რომ ეს მხოლოდ შინაგანი გარდატეხა არ არის, ეს არის აშკარად მატერიალურ დონეზე გამოხატული სიტუაცია იქნება თუ ადამიანისგან წამოსული. ყველა ვარიანტში მატერიალურ დონეზე ხელშესახები იქნება რა, ვიღაც რაღაცას გეტყვის, ვიღაც რაღაცას მოგცემს თუ ანუ თუმცა რაც ვიცით ეს არის რომ გარედან შემოსული ენერგია. ეს არ არის შენგან დაწყებული რაღაცა კონკრეტული ნაბიჯი, ეს არის გარედან შემოსული ენერგია, რომლის მიმართაც შენი რეაქცია იქნება შედეგის გადამწყვეტი. მოდი ესე ვიტყოდი, რა რეაქციაც გექნება იმ შედეგისკენ წახვალ. მოკლედ შანსია იმის რომ გაიზარდო რაღაცაში. ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. პროფესიულად იზრდები და იქ თანამშრომლები რაღაცებს ჭორაობენ და ან შენ ზუგს უკან რაღაცას ამბობენ შენზე, ანუ აი მიგეხვეწები, ანუ შენი საქმე აკეთე. თუ ოჯახში არის კონფლიქტი და ბოდიში მარა ოჯახში კონფლიქტი
ეს არ არის რომ მარტო შენი ბრალი არამე არ მარტო იმათი ბრალი არამე თუ კომუნიკაცია არ ხდება და რთულია ახლა ამ მომენტში უბრალოდ უნდა გაჩუმდე წახვიდე წინ უნდა თქვა რომ მოდი გავეცლები ამ სიტუაციას სანამ ყველა არ გადავხარშავთ ჩვენ თავში აზრს თუ რა საბოლოოდ რა სიმართლეს ვაწვევით ასე ვთქვათ და თუ ერთმანეთს ვემთხოვით თუ არ ვემთხოვით და ადამიანმა ნერვი არ უნდა აიშალო რა ადამიანმა ნერვი არ უნდა აიშალო მოკლედ თუ სიყვარულის თემაში არის ყველაფერი კიდე და მარტივი გასაგებია რა ჯობრი არ დაილევა არ უნდა კარგად იყოს შეიძლება ისეთი სიტუაცია გაქრო ყოველთვის აი სულ ვიღაცა იყოს შენ გვერდით რა და ეხა ხდება ის მომენტი რომ უნდა იყო მარტო ან შეიძლება იმ მომენტში ხარ რა შეიძლება სულ მარტო იყავი ხოლმე და ახლა გამოჩნდეს ვიღაცა ისეთი რომელმაც დაგინგრიოს ეგ მყუდროება ეგ სიმყუდროება დაგიღვიოს და მაგან ჩაგაგდოს ძალიან დიდ საგონებელში მოკლედ იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად გექნებათ მე მომწონს როგორი ენერგიაც არის ყოველთვის სასიამოვნო როცა ზრდის საშუალება გაქვს ადამიანს და იმედი მაქვს რომ ამ შანსს გამოიყენებთ როგორც ასეთი სამყაროსგან წამოსულ შანსს მე გადავალ შემდეგ დასტაზე თუ იმას გაქვთ სურვილი დავამატებ მაინც რომ ვიცოდეთ ვიდეოს აღწერაში არის ინფორმაცია თუ როგორ უნდა დამიკავშირდეთ და თუ გაქვთ სურვილი რომ შემეხმიანოთ და გქონდეთ კონსულტაცია ჩემთან დიდი სიამოვნებით მიგიღებთ შესაბამის და გვარა შესაბამის დროში კარგი მოდი გადავალ დასტა ნომერი 2 ეს იქნება 2204 ოკეი საინტერესო დასტა ნომერი 2 აბა ვინ ხარ რა გინდა რა გაინტერესებს ვინ ხარ რა გინდა რა გაინტერესებს რა მოდის ვინ მოდის და შემოღონა ჩემმა თავმა მომენტში უცებ აბა ბიჭო საკუთარ თავმა შებაღოთ საწუხაროდ ნახოთ ერთი წამით ბატონო დავბრუნდი მომწია რა გამეთიშა დასტა ნომერი 2 მე რაღაცნაირად აი ძალიან ისე ვარ არაცი არა და დილა ამ ვიდეოს რო წერ ვაფშე არ ცხელა საერთოდ არ ცხელა არა დაცხა ვიღაცისთვის არის კონკრეტულისთვის აი ვისაც მაგარად ცხელა ხა არ ვიცი ან ვარჯიშობ ვიღაცა და ისე მისმენ ან რაღაცას აკეთებ ისეთ რომელიც აი ყველა მხრიდან გამდის ოფლი ანუ არ ვიცი ან მაგარ სიცხეში ხარ ან ვარჯიშობ კარგი ნახოთ დასტა ნომერი 2 ვინც აერჩიეთ არ არის აუცილებელი ყველა ვარჯიშობდეთ რა თქმა უნდა ვხვდებით ამას ნახოთ დასტა ნომერი 2 ვინც აერჩია ამ ადამიანებისთვის რა მოდის ახალი მოდი მაინც აქ დროს ორჯერ მივუთით 24 იმიტომ რომ შეიძლება ის ნაწილი ვიღაცა რა მოდის ახალი დასტა ნომერი 2 ვინც აირჩია იმ ადამიანებისთვის რა მოდის ახალი რა უნდა ისწავლონ მაგ პერიოდში გადასარი მშვენიერი მიყვარს ეს კარტი რომ ამოდის ხოლმე acceptance I'm learning to accept the things that I cannot change მოკლედ არის რაღაცები რასაც ვერ შეცვლი რა და ბევრი არ უნდა იფართხავო
მოდი ესე დავარქმევდი, რომ ვერ შეცვლი უბრალოდ რაღაცებს რა. anxiety, შფოთვა, ნერვიულობა, ეს სურვილი იმის რომ გააკონტროლო რაღაცა, არის სიტუაციები, რასაც უბრალოდ ვერ შეცვლი ადამიანი. და ესეთ რაღაცების მიმართ უნდა იყო უბრალოდ მიმღები, რომ ოკეი. კარგი, არა უშავს. ხდება ესეთი რაღაცები, რაც ხდება და შენ ვერ შეცვლი. რა არის მაინც რომ დავაკვირდე ახლა მაგას. ოთხიანი ხმები მაგ. ოკეი. კიდე. ხმების დედოფალი. Page of Cups. და მზე მაგ კიდე. ერთი სამით. მოკლედ დაუბრუნდი. ვიყავით იქ რომ არის რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი, უბრალოდ უნდა მიიღო და ტაროს კარტიც მაჩვენებს სიტუაციას, სადაც შენ უბრალოდ უნდა ადგე და დაისვენო, დაასვენო გონება, დაასვენო სხეული და მიიღო ის, რაც ხდება რეალობად და ის, რაც მოხდება, სიტუაციები, ადამიანები, კომუნიკაცია, ხო? ნებისმიერი რამე, რაც შემოვა, შენგან დამოუკიდებლად რაც მოხდება, ეს უბრალოდ უნდა მიიღო. შედეგი მაქვს ძალიან კარგი. ამას რო ვშნი ხოლმე ეს არის აგვისტოს პერიოდი, დაახლოებით ახლა ამ მომენტისთვის მაქვს აგვისტოს პერიოდი. ბევრი ცეცხლი მაქვს. როგორი მომენტი მაქვს, იცი, ნახე, რაღაც სიტუაცია ხდება, მანიფესტირდება რაღაცა ისეთი შენ გარშემო, რაც სინამდვილეში ძალიან კარგია და პოზიტიურია, დადებითია. უბრალოდ შენ ახლა ამ მომენტს შეიძლება ძალიან ბევრს ვცდილობ, რომ რაღაცები შეცვალო, რაღაცები მოხდეს შენ ცხოვრებაში, უბრალოდ დაისვენე, უბრალოდ მიეცი შენ თავს იმის საშუალება, რომ იარსებო, ისუნთქო, ღმრად ჩაისუნთქო, ამოისუნთქო, მიყვე დინებას, მიყვე ყოველდღიურ ცხოვრებას და როგორ რაღაცა გააკეთო, იცი? ახლა ამ მომენტში ხარ მხოლოდ. რეაქცია გქონდეს მხოლოდ. ცოტა ხანი გქონდეს მხოლოდ რეაგირება და რეაქცია იმაზე თუ რაც ხდება. ხო, ანუ შენგან დამოუკიდებლად რაც არის ცვლება, შენგან დამოუკიდებლად რაც იცვლება, იმაზე პასუხისმგებელი შენ არ ხარ. არის რაღაცები, რასაც ვერ მოახდენ გავლენას. ხო? უბრალოდ უნდა მიიღო, რომ აი ამ სიტუაციაში ხარ, აი ამ გარემოში ხარ, შენგან დამოუკიდებლად ხდება რაღაცები. შედეგი საბოლოოდ დადებითი მაქვს. პროცესი შეიძლება ცოტა არაკომფორტული იყოს. მაგრამ ამავდროულად თან ძალის კარტი მაქვს, ლომის კარტი მაქვს, რომელიც მეუბნება იმას, რომ შენ გაქვს შინაგანი მგზავრობა და შინაგანად გაქვს ენერგია იმის, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე, გაუძლო და გაყვე რა, მიყვე სიტუაციას, რაც იქნება. პაჟი თასების ახლა რო ვუყურებ და შენი პოზიცია ხმების დედოფალი, ცოტა ისეთ სიტუაციას მიჩვენებს, რომ ვიღაცა ადამიანი მოდის შენამდე, ამას შენ ვერ გააკონტროლებ. ადამიანი მოვა, რომელიც უბრალოდ ცდილობს ნახოს ტემპერატურა
ნახოს როგორია ეს მოსინჯოს რამდენად შეუძლია რაღაცა ესეთი მინიშნებები ფლირტი რაღაცა ცოტა ისეთი მდგომარეობა ისეთი მომენტია რომ აი არ ვიცი რა ხდება რაღაცა ცოტა ისეთი მომენტია რა რომ აი შეიძლება გვერდიდან გიulis რაღაცას ისიც გეკითხება რაც სხვა თემაზე მაგრამ მაინც ცდილობს რომ რაღაცნაირად მოსინჯოს და გაარკვიოს ხო რაღაცები და გაარკვიოს თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს მასზე და ასე შემდეგ მაგრამ საბოლოო ჯამში არის შენი პოზიციები ხა მე რასაც უყურებ აი ძალიან ბავშვურად გეჩვენება რა ძალიან ბავშვურად გეჩვენება ძალიან ისე ხარ რომ ანუ ვინ არის რა უნდა ხო რაღაც ვერ ვიტყოდი ახალია ვერ ვიტყოდი ძველია უბრალოდ შენ უყურებ ისე თითქოს როგორც ზედმეტია მაგრამ საბოლოო ჯამში მე რა იქ იმპერატორის ენერგია მიზის აქ მეჯღანება გამოყოფილი აქ ფეხი გამოყოფილი აქ მეთქი ვინ იყო რა უნდა თქვა და იმპერატორის კარტი არის საბოლოო ჯამში რეალურად ეს ადამიანი ძალიან ძლიერია და ძალიან ესეთი მიმწოლი კაცია ანუ ქალის თუ არის ენერგეტიკა ყოველ მაინც ცოტა ისეთია რომ ანუ ხელში შეუძლია დაჭმუჭალის რომ მოუნდეს მოკიდავს ხოლმე დაჭმუჭალის არ ხუნდა ხუმრობ უბრალოდ ძალიან ისეთი მყარი ძლიერი ავტორიტეტული ადამიანია რომელსაც თავისი წესები აქვს თავისი კანონები აქვს თავისი გარემო თავისი აქვს და აი ამ ყველაფერს ვის გაუზიარებს და როდის გაუზიარებს და როგორ გაუზიარებს თვითონ წყვეტს ამ ყველაფერს რა შენ ამას ვერ შეცვლებ თუნდაც ამაზე შეიძლება იყოს რა შენ ძალიან ბევრს ფიქრობ ტვინში ძალიან ბევრ სქემას ავაგებ აი ესე ვიზამ მე ესე გავაკეთებ და საბოლოო ჯამში მაინც ისე მოხდება როგორც ამ ადამიანს უნდა თავისი ცხოვრებისთვის ასე ტვინი არ დაიღალო და შეხედე რა იმიტომ რომ ეს ადამიანი თვითონ ძალიან ისე გიყურებს შენ ანუ უბრალოდ ამოწმებს ძალიან ისე საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ენერგია შემოდის უბრალოდ შენი დამოკიდებულებიდან და შენი ცოტა ეს გონებრივი ეს რაც მაქვს ახლა ამ მომენტში ხო გონება როგორც უყურებს და აღიქვამს ამ გარემოს ამ სიტუაციას ამ ადამიანთან მიმართებაში ვიტყოდი რომ ცოტა ილუზიურად უყურებ რაღაცებს ტანოსკარტი ჩვევია ხოლმე რომ ეგეთ რაღაცებს ამბობს და ვერ გამოვაპარებ მაგას რაც გულისხმობ ხო ილუზიურად უყურებ და მასშტაბი ანუ რაც ხდება შენ გარშემო თუნდაც ეს ადამიანი როგორც გიქება როგორც გიყურებს ორი ვარიანტია ან ადარებ ვიღაცა სხვას ან ზოგადად წარმოდგენა გაქვს როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი და მაგის მიხედვით უყურებ არ არის კარგი იმიტომ რომ ეს ადამიანი ინდივიდუალურია ყველა ადამიანის ზოგადად და ამ ადამიანსაც თავისი კონკრეტული რაღაცები აქვს საიდანაც მოდის და როგორც და რატომაც იქცევა ამიტომ ვერ განსაზღვრავს ინასწარ და ამავდროულად არის მეორე ვარიანტი როდესაც შენ ამ ადამიანს უკვე წინასწარვე წარმოიდგენ თუ როგორ უნდა განვითარდეს როგორ განვითარდება ეს ყველაფერი როგორი იქნება და ასე შემდეგ და არაძლევ რეალობას იმის საშუალებას რომ დაგინახოს რა თუ მართლა რაც ხდება ყოველ შემთხვევაში შენ თუ გაითვალისწინებ იმას რომ უბრალოდ ადგილზე დაისვენო მენტალურად დაისვენო ხო შეიძლება მუშაობ და მენტალურად დაისვენო ადამიანებთან ურთიერთობაში გულისხმობ იმას რომ ანუ აი სუფთად მხოლოდ რეაქცია გქონდეს შენსკენ წამოსულ რაღაცებზე შესაბამისი რეაქცია გქონდეს რა ვიღაცა სრულად ახალ ადამიანმა რომ მოგწეროს გამარჯობა როგორ ახლა რაღაცა რომ თუ გინდა უპასუხო რა კაი გამარჯობა თუ აგინდა საერთოდ არ უპასუხო და დაიკიდე ეხა ბევრი არის ფიქრო იმაზე აი რატომ მომწე რა ვინ არის რა უნდა თუ გაინტერესებს რატომ მოგწერა ვინ არის რა უნდა ადეკი და უპასუხე გამარჯობა მადლობა კარგად ანუ ხდებიან გონებაში არ შექმნა ის რაც რეალობაში არ არის
და თუ გაინტერესებს რაღაცა კენი მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც უნდა იცოდე რომ არის რაღაცები რაღაც ვერ შეცვლი არ ვიცი რატო ამბობს ამას რატო არის ესეთ ზამკაცრე ვერ შეცვლი რაღაცებს სავარაუდოდ სავარაუდოდ ეგეთი ტიპი ჩდება ვიღაცა რა ძალიან ისეთი რომ შეიძლება ბევრი არ იპართხალო წამოწავიდეთ გავიდეთ და დაგპატიჟოს სადღაც აღარ შენთან ის დაიწყო რა არ მინდა რა შევი გეკითხება მე მინდა შევინახვა ძალიან ისეთი ის იყოს რა ნუ persistence კაი ნახოთ კიდე რა არის მესიჯი დასტა ნომერი 2-ისთვის და მე გადავალ დასტა ნომერ 3-ზე ნახოთ კიდე რა მოდის ახალი რა ვინ მოდის ახალი დასტა ნომერი არა გეოვნები იმპერატორი ხახახახა და მონეტა პოზე ძალიან ფეხი ჩანდა მარტო ხან მთლიანად გამოჩნდა და გამოჩნდა ემხელა შემოთავაზებით რომ ვინ მოდის რა მოდის მე მოვდივარ ადამიანი მოდის უნდა რომ გაგიცნოს უნდა რომ ნახოს ვინ ხარ რა ხარ დაგინახა მოეწონე რა ეხლა ნახე ამას რომ დაგინახა მოეწონე როგორ უნდა აღიქვა იცი რომ დაგინახა მოეწონე არ წარმოედგინო ზედმეტი არაფერი ყველას თავისი გემოვნება აქვს შენ თავის გემოვნების სახარ ანუ გემოვნებაში არ ჯდები შენი თავისთვის არ ნიშნავს იმას რომ სხვის გემოვნებაში არ ჯდები შენ თუ შენი თავი არ მოგწონს არ ნიშნავს იმას რომ სხვასაც არ მოსწონს ხო ანუ იმ ვიღაცას ძალიანაც მოსწონს რასაც ხედავს ანუ შენ თუ შენ თავს ვერ აღიქვამ და არ მოგწონს სუბტად გასაგებია სუბდოქტორია ყველა აზრი კი ბატონო ვაფასებ იმას რომ საკუთარი თავი არ მოგწონს ოკეი გასაგებია მაგრამ ვიღაცას მოსწონს მოჩა დამთავრე ანუ არ დაიწყო ახლა აი რა მოეწონა და რაღაცა და მე როგორ მოვეწონე ყველას თავისი გემოვნება ყველას თავისი ფეტიში ვერაფერს ვერ გაიგებ მაგას ვერ გაიგებ რატომ მოეწონე ასე რომ დრო რო გავა მე შეგვიძლია კითხო რა ირა მოგაწონე ჩემში და მე შეიძლება პასუხი გაქცეს შეიძლება ასე რომ ზოგადად მაგასაც არაკვირდებით ხოლმე მე მეგონი არაკვირდებით ისე მომგონება მე ძალიან დაკურებული ვარ მაგ საკითხში მაგრამ ანუ მაგ ხოლმე ეს მომენტები აი ეს წამიერი რეალიზაციის მომენტი რომ ის რომ შეიძლება მე ჩემი თავი არ მომწონს ანუ ვიღაცა გიждდება ჩემნაირთებზე ანუ ოკეი გასაგებია მადლობა გაიხარე მე ვერ შევცვლი მაგ ფაქტს ვერანაირად ანუ არის რაღაცები რასაც ვერ შევცვლი მოწონო არ იყოს ისე ახლა ვერა გავაკეთო ანუ ხო თან ახლა კიდე ეს მომენტიც არის რა ახლა ვიღაცას რომ მოეწონებ აუცილებელი ხო არა რომ მოგეწონოს ასე სულელია ანუ საერთოდ მოკლედ უამაზო ადამიანებო ფაქტია რომ ვიღაცა კარგი ტიპი მოდის იუმორის გზნობა აქვს საინტერესო მიდგომაც აქვს სულ არ აინტერესებს შენ რა გინდა იმას უნდა რომ გაგიცნოს და გაგიცნობს გაიგე არა თალ ეგეთიც არ არის ესმის და უბრალოდ ძალიან მენტალურ რაღაცაში ნუ გადავარდები და წინას წარმოიდგინე რომ არის გადაუკვდა ოჯახი შოქმერით და როგორც იმას წარმოიდგინე რომ ყველა კაცი ერთნაირია და ყველა ხალი ერთნაირია და ანუ დააცადე არ იცნობს სად გარბი ხარ გონებაში ხო ანუ რეალობაში რაც აქვს მაგას შეხედე რა მოკლედ იმედი მაქვს რომ რაღაცებს გაითვალისწინებთ და გამოგადგებათ თუ არა და მეც კარგად ვიქნები და თქვენს კარგად იყავით მაგაზე არ ვინერვიულოთ არც ერთმა ხო თუ პირად კონსულტაციას უნდა გაშრებით რაღაცა გაინტერესებს პირადად გინდათ კონსულტაცია ჩემთან ინფორმაცია არის ვიდეოს აღწერაში ტელეფონზე დარაგვებს არ პასუხო ასე რომ არ იყოს
ასე რომ არ იყოს. კაი, მოდი, გადავალ 10 წამი გვაქვს კიდე, იმიტომ რომ 40-ზე მინდა რომ დავიწყო დასტანომერი 3, 2, 1. მოგესალმებით დასტანომერი 3. ო? და სიგნალ მანქანა. Так. მოგესალმებით დასტანომერი 3. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გვაქვს. ну ნახოთ რა მოდის, ვინ მოდის ახალი თქვენს ცხოვრებაში. ვინც დასტანომერი 3 აირჩია. ერთი ადამიანი მყავდა პირად გაშლაზე დასტანომერი 3-ში ირჩევა, სულ მეუნებოდა ძალიან ლამაზი, ძალიან საყვარელი ადამიანია. ძალიან ბედნიერი ადამიანია და კეთილი ადამიანია. თუ კიდე უსმენ ამას, ხვდები ვინც ხარ. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად გაქვს და იმედი მაქვს რომ საკუთარი თავის დაცვა და ფასი ისწავლე. ესე ვიტყოდი. ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ადამიანი, ანუ აი ძალიან კეთილი, ძალიან ფარფატა თავის სამყაროში ცხოვრობს. და იმდანაც სუფთა ეს სამყარო ძალიან არ მინდა რომ ვიღაცები შეეხო რა. და უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ გამოჩნდება მალე მაგ ადამიანის ცხოვრებაში ისეთი ვიღაც ვინც აი ამ მის სამყაროს დაიცავს. და მოაცილებს ისეთ ადამიანებს ვინც ამას იყენებს რა. იმედი მაქვს. და თუ უსმენ ხა თუ მისმენ, აი და მთელი გულით და სულით აი რასაც ქვია, მთელი გულით და სულით მინდა რომ იყო ძალიან კარგად და ბედნიერად. რა შეიძლება მალე. მაგრამ ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა. კარგი. ბევრი რამ გავაგზავნოთ დასტანომერი 3, ვინც აირჩია ამ ადამიანებმა, ზოგადად კოლექტივმა, ამ ადამიანებისთვის რა მოდის, ვინ მოდის ახალი, რა უნდა ისწავლონ ამ პერიოდში. პირველად ნახოთ ეს. რა უნდა ისწავლონ დასტანომერი 3, ვინც აირჩია ამ ნახოთ. მიზანი, I know what I am here to do. ვიცი რას ვაკეთებ, აქ რატომ ვარ. ვიცი ამ სამყაროში რატომ მოვხდი, ეს ვიცი. მოკლედ, ეხლა მოხდეს მომავალში, უახლოეს პერიოდში რაღაცები რაც განვითარდება, როგორც მოხდება და რატომაც მოხდება, ეს ყველაფერი შენ მოგცემს იმის გააზრებას თუ რა ხარ, ვინ ხარ, რა გინდა და რატო ხარ აქ. და რა უნდა აკეთო. რა უნდა ქნა. თუ არიცი, თუ ხარ ეს ეგზისტენციალურ კრიზისს თუ გაქვს თუ აი რა ხდება, რას ვაკეთებ, რა მინდა და ასე შემდეგ და ზოგადად ვერ წარმოგიდგენია რაღაცები და უბრალოდ ეს გამოკიდებული ხარ აირში და არიცი რა ხდება. არიცი ადამიანების რა უნდათ, ვერ ხვდები ხო, ზოგადად ვერ ხვდები რაღაცებს რა და არიცი რა უნდა ქნა. გარშემო მოხდება ისეთ რაღაცები, რაც მიიყვანს მადამდე რო გაიგო რეალურად რატომ ხარ აქ, რა უნდა აკეთო, რისი აკეთება გინდა, რა არის შენი, ასე ვთქვათ, მიზანი და საბოლოოდ ვიტყოდი რომ მაინც ყველა ადამიანის მიზანი მე თუ მკითხავ, უნდა იყოს სიყვარული. სიყვარულით უნდა აკეთო ყველაფერი რა. ეხლა შეიძლება უცებ წაგათა მოვიდა აზრი ვიღაცა გამოხდეს რომ აი ეგრე სერიული კვლევით სიყვარულით აკეთებენ უნდა აკეთონ. ანუ არ ვიცი რა პასუხი გავცე მაგას, მაგრამ ალბათ არ ვიცი ანუ მაგისთვის არსებობს მე უკვე სამართალი და კანონი, რომელიც ეგეთ ადამიანებს აქცევს ისეთ გარემოში, სადაც აი მაგ ზიანს ვერ მიაყენებს სხვას რა. ტრავმირებული არაადეკვატური რაღაცა არის ეგ მე თუ მკითხავ. მაგრამ რო დავბრუნდეთ ისე ზოგადად სიყვარულის ამბავში და რაღაცების კეთება სიყვარულით და გულით ხო მაინც ყველაფერი არის
ადამიანების მიერ შექმნილი, ადამიანების მიერ შეთანხმებული, ასე ვთქვათ, ვის რა გვინდა, როგორ გვინდა, რა მიგვაჩნია ნორმად, რა არ მიგვაჩნია ნორმად და საბოლოო ჯამში მაინც ვიტყოდი, რომ ზიანს თუ არ გაყენებს და ზიანს თუ არ აყენებ, აკეთებ. ეგრე კაი, გამგებმა გაიგო, ვინც ვერ გაიგო, არა უშავს, იმიტომ რომ შეიძლება თქვენთვის არ იყო ეგ. გადავიდეთ კარტით. რა ვინ მოდის ახალი? რა ვინ მოდის ახალი ენერგია დასტა ნომერი 3, ვინც აირჩია იმ ადამიანებისთვის. ვარსკვლავი იმედი ოცნება, სურვილი. განკურნება, რატომ გვაქვს ვარსკვლავი, ეხლა უნდა ამოსვა ამას King of Swords და ისე ამოხტა და ამოვიდა. ექვსიანი მონეტა. ოკეი. და მონეტების დადოფალი. ოკეი. მოკლედ. ეს ადამიანი მოდის, ენერგია შემოდის ადამიანის. აი ვარსკვლავების მოჭედილიც არა წარმოიდგინო. შენთვის ზიხარ მინდორში. და უყურებ შეიძლება მუსიკას უსმენ, შეიძლება არ უსმენ მუსიკას, უბრალოდ ხმაგესმის ბუნების რა. და უყურები და ეს რაღაცებს სიამოვნებს ეს გარემო და იქ წარმოიდგენ ძალიან ისეთ პოზიტიურ რაღაცას, კარგ რაღაცას და სურვილებს უშვებს ამ ყაროში, რომ ეს მინდა, ეს მინდა, ის მინდა, ამის კეთება მინდა, იმის კეთება მინდა, ესეთი ადამიანი მინდა, რომ მყავდეს გვერდში და ასე შემდეგ. და უცებ ეს ექვსიანი მონეტა რო წარმოიდგინო, ეს ამ კარტში ძალიან მიყვარს ეს კარტი, დატო არის. და წარმოიდგინე ის უკავია. კონვერტი უკავია ხელში რა. და სამყარო გეუბნება, რომ ოკეი. სურვილი მიღებულია და ამაზე ვიზრუნებთ. და ვიღაცა ადამიანი მოდის, ვინც არის წინაპირობა მაგ სურვილის ასრულების. არ ვიცი როგორ გამოიხატება ამ ადამიანის წინაპირობა, ასე ვთქვათ, ანუ რას გულისხმობს, მაგრამ კონკრეტულად ეს ადამიანი ვინც მოდის, ეს ადამიანი არ არის ის სურვილი, ან ის სურვილები, რაც შემნა აგისრულდეს, ან გინდოდა რომ აღსრულებოდა, ამ ადამიანის სახით არ ხდება ეგ. ეს ადამიანი არ გისრულებს მაგ სურვილებს. ეს ადამიანი არის რატომღაც წინაპირობა. აი ჩათვალე რომ ეს ადამიანი აი როგორი მინიშნება, აიცი, ანუ შეიძლება გამოჩნდეს ვიღაცა სამსახურში, ბარში, უბრალოდ პარკში ზიხარ, ვიღაცა ადამიანის სიტყვით ხდება დასტური შენს რაღაცაზე. ანუ უბრალოდ ხარ და შეიძლება ისეთი წინადადება გაიგო ამ ადამიანისგან, რომელიც რატომღაც გენიშნოს იმაზე, რომ ჩემი სურვილები შეისმინეს, ასე ვთქვათ, ან დარეგისტრირდა, არ ვიცი როგორ უნდა, ვინ როგორ აღიქვამთ, სადაგზავნით სურვილებს და ასე შემდეგ. და მალე პასუხი დაბრუნდება. და ეს პასუხი ნახოთ როგორია. ვფიქრობ ძალიან კარგია ეს პასუხი. შეიძლება სიზმარშიც კი ნახოთ, რა მინიშნება. ნახოთ. რატომ ვფიქრობ კარგია? მონეტების დედოფალი მყავს, მონეტების დედოფალს კარგად აქვს საქმე ზოგადად. Nine of coins, ხო, ისევ მონეტების პაჟი მყავს, რომელიც მეუბნება იმას, ხო, ანუ სურვილი ბრუნდება. როგორ რაღაც, ანუ სურვილი რაც გაქვს, იმისთვის რომ ეგ სურვილი ახდეს, შემოდის წინაპირობა ჯერ ვიღაცის სიტყვიერი, ან სიზმარში, ან შენი ნაცავი ნახოს სიზმარში, ან
გარდაცვლილი ადამიანი ნახავთ მაშინ აქცავი რომელიც განიშნებს ხო მეგობარმა გითხრას რაღაცა ისეთი რაც მხოლოდ ჩემ ფიქრობ ან წინაპირობას ავიდეთ გადებული სამყაროსთან რომ ესე თუ მოხდება ესე თუ ვიღაცა იტყვის ეს დასტური მოდის ამის და ამ დასტურს მოყვება შემდეგ უკვე უშუალოდ შანსი რომ ეს რაღაცა მოხდეს და Queen of Swords ხმლების დედოფალი მყავს რომელიც მეუბნება რომ შენ საგონებელში გაგდებს ეს ფაქტი და საგონებელში გაგდებს ეს ფაქტი შანსი კონკრეტულად რა არის ეს შანსი რომელია რა გაიგო ანუ რა შანსი უნდა გამოვიყენო ანუ ვერ ხვდები ან საგონებელში გაგდებს რაც გულისხმობს შესაძლებლობა და შანსი რომ გამოჩნდა რა არის შანსი ანუ რა გულისხმობს ანუ რა უნდა გამოვიყენო რაზე უნდა მქონდეს რეაგირება რაზე უნდა მქონდეს რეაქცია ანუ ეს საგონებელში გაგდებს და მეც მაგდებს ხოლმე საგონებელში ეგ რაღაცა როცა სამყაროსგან მოდის მოსა ახლა რაღაც შანსი ჩდება და მოდი არ გამაზო არ გაუშვა ხელიდან და როცა ფიქრობ აი რა ახლა რაც გულისხმობს ეს რასაც მე დავაკვირდი აი რომ უბრალოდ წევხარ მაგრა გიზარება რაღაცა წევხარ და უცებ გაიფიქრე რომ ვარჯიში ხარ დამოწყო არ გადატრიალდი ადექი დაიწყე რა ვარჯიში ან ხარ და აი მას ხوار მიწერო ადექი მიწერე განაისრა ფიქრობ და არა აი თავისით რაც მოდის აზრები იდეები ასე შემდეგ შემომავალი მესიჯები შემომავალი იდეებით შეიძლება მეგობარმა მოგწერას რომ აი ბარში ხوار გავსულიყავით და შენ მაგრამ ეს ადექი გადი ბარში არ არის აუცილებელი რომ იქ იგახდეს შენი სრულები მაინც რა უბრალოდ ენერგიის გაცვლა გამოცვლა უნდა დაიწყო უნდა გაზარდო ისე უნდა იმას რომ მიხვიდე იმ ტალღაზე სადაც უკვე უშუალოდ ის შენი სრულები ხდება იმიტომ რომ სრულები რაც გაქვს ჩაფიქრებულია ეს მატერიალური იქნება თუ ადამიანის სახით იქნება თუ რა იქნება ეს სურვილი არის რაღაცა კონკრეტულ განზომილებაში რაღაცა კონკრეტულ სიხშირეში ენერგეტიკულ რაღაც წარმონაქმნია რომელიც მანიფესტირებითაც საჭიროა რომ შენ დაემთხვე იმ სიხშირეს შენ თუ ეს არ გაზარდე შენ თავში ეს სიხშირე არ გაზარდე და არ დაემთხვია იმ სურვილს თუ არ შეხვდი შუაგზაზე თუ არ შეხვდი თუ არ შეხვდი შუაგზაზე ხო ანუ თუ შენ თუ აქ ხარ და შენი სურვილი აქ არის ანუ ეს ადექი და უყურეთ ერთმანეთს ანუ უნდა დაეწიო შენი სურვილი არასდროს არ ჩამოიწევა დაბლა იმიტომ რომ ნო ეს ყოველთვის აქ იქნება შენ უბრალოდ უნდა დაეწიო ენერგეტიკულად შენი სიხშირით შენი აზრებით შენი ფიქრებით მაგ რაღაცას ხო ანუ შეიძლება გინდა ძალიან კარგი სამსახური ვისა უნდა მეც მინდა გადასწრები იქნებოდა რომ საერთოდ ფული ისე მომწეს ანუ გადასარავი ეგეთი სურვილი რომ მაგ და ეგ სურვილი რომ ანუ ხვდები რთული წარმოსადგენია რომ ასრულდეს ამიტომაც მე ვაკეთებ ისეთ რაღაცებს რაც სიამოვნებს და რაშიც რა თქმა უნდა ვიღებ თანხას ხო ანუ და ყველა რაღაცა სარგებელს ვიღებ ამ კონკრეტული გამოცდილებიდან ამ კონკრეტული ცხოვრებიდან ხო რასაც მე გავცემ რასაც ვიღებ და ნელ-ნელა ავალ იმ ეტაპზე სადაც შეიძლება მართლა მოხდეს ის რომ უბრალოდ მე ჩემთვის ვარ მაგრამ და ეს ფულს უბრალოდ კი არ მაძლევენ მართლა რომ უბრალოდ მომცემ ფული არა ბრალიანად მაძლევენ ფულს გულისხმობ იმას რომ მაქვს ჩემი ბიზნესი მაქვს ჩემი რაღაცა საქმე რომელიც თავის თავს ინახავს თავის თავში ამუშავებს თანხას და ეს თანხა გროვდება და არსებობს ხო და ანუ რა თქმა უნდა მე ამას ყურადღებას კი არ ვშები რომ ხართადოზე წევა და ყურძენს ვჭამდა მორჩა დამთავრდა ეს ვიზუალიზაცია უბრალოდ ყველაზე ცნობილია ხოლმე ანუ არა უბრალოდ ვაკეთე საკმარისი იმისთვის რომ აი მართლა მაგ შეგრძნებამდე ვიყო რომ აი უბრალოდ სუნთქავდა ფული მაგ მადამდე რომ მიხვიდე მაგ სურვილი რომ აგისრულდეს მანამდე უნდა აკეთო ძალიან ბევრი რაღაცა რომ მოხდეს ეგ ანუ ზოგადად ადამიანებს გქონიათ ეს სურვილები არის ზოგადად მიზნები რომლის მიღწევა შეგიძლია
არ არსებობს სურვილი, რომელსაც ვერ მიაღწევ. მე არ გულისხმობ გაფრენას, ფრენა მინდა რომ ვისწავლო, ანუ არსებობს ტრანსპორტი, რომელიც დაფრინავს, ადექი ისწავლე მაგისტარება და ფრენა გისწავლია, გამარჯობა. ანუ შენ თუ მაინდა-მაინც შენი სხეულით გინდა რომ აიწიო და გაფრინდე ჰაერში, წადი აღმოსავლეთში, დაჭექი ბერებთან, მედიტაცია, გაწმინდა სხეული, გაწმინდა შენი სხეული აქცია ძალიან სუბუქ რაღაცა, ბუმბული სუბუქ რაღაცა და ლევიტაცია, კი ბატონო, გამოგივა, აიწევა ჰაერში 30 სანტიმეტრით და ეგ იქნება შენი სურვილის ასრულება, რომ გინდა რომ ფრენა ისწავლო შენი სხეულით, ანუ გამარჯობა. ყველა სურვილის ასრულება შეიძლება თითქმის, მოდი ესე ვიტყოდით, ან შეიძლება რატომაც არა მოდი ვთქვათ, რომ ყველა სურვილის ასრულება შეიძლება, უბრალოდ უნდა აღიქვარო შენი სურვილები არის მიზნები, რომელიც თავისით არ ხდება, შენ თვითონ უნდა მიხვიდე მადამდე. გადაჯერების ამბავია. გჯერა და ხდება. და არა ხდება და გჯერა. მანიფესტაცია ენერგიის დაგროვება და სიხშირები და ასე შემდეგ ესეთი რაღაცები რო ხდება, ესეთი რაღაცები რო არსებობს და მე რო აპტაროს კარჩული და ამ ყველაფერს ამაში ვხედავ, ხო, კი, მატერიალიზება ხდება იმ რაღაცა კონკრეტული წყობის, კავშირის, კოდის, რაც გინდა ის დაარქვი, რაც გამოხატულია აქ და აქ ჩანს, რომ ამ ენერგიას აქვს ეს კონკრეტული გამოხატულება და მატერიალურ სამყაროში ჩდება იმის სახით, რომ ანუ შენ გიჩნდება იდეები, შენ გიჩნდება შესაძლებლობები, რომლებიც უნდა გამოიყენო. ამას თუ არ ადგები და თუ არ გამოიყენებ, ეგ რაღაცა სურვილები და მიზნები რაც თქონდა, ჩაივლის გვერდით. ჩაივლის გვერდით, იმიტომ რომ შეიძლება შენი სურვილი არის ის, რომ ერთ წელიწადში გინდა თავი რა გინდა ერთ წელიწადში. მაგალითად მოდი სხეულის ამბავი ავიღოთ, ერთ წელიწადში გინდა რომ იმ ფორმაზე იყო, რა ფორმაც წარმოგიდგენია, რომ გინდა რომ იყო, ხო? შეიძლება ვიღაცის მომატება გინდათ, ვიღაცის დაკლება გინდათ, ვიღაცის ხო, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ თუ არ დაიწყე მომზადება მაგისტვის, რომ იმ ერთ წელიწადში იქ იყო, ეგ სურვილი ჩაივლის გვერდზე. ერთ წელიწადში არა, შეიძლება დაგჭირდეს მე 3 წელი, 4 წელი, ხო? ანუ მე არ ვამბობ, რომ შეიძლება სულ 6 თვე დაგჭირდეს, ან მეორე წელს კიდე იმას, მაგრამ ანუ რაღაცას რომ დაისახავ სურვილს რეალურად მიზნად, ადექი და გააკეთე. მოკლედ შენი ამ დასტის პასუხი ეს არის, მოდის ახალი და ვინ მოდის ახალი, ეს არის რომ მოდიან ადამიანები და მოდის სიტუაციები და მოდის იდეები და აზრები, რომელსაც თუ არ გამოიყენებ, შენი მიზნები უკან დაიხევს ოდნავ. გადაიწევს. შემდეგ ორშაბათამდე, ანუ მოდი ესე ვიტყოდი რა, შემდეგ ორშაბათამდე არ გადადო რა ხცები და უფრო ახლოს მიხვალ ზუსტად აი იმ შენ სურვილის წარმოიდგინე შენი სიხშირე, ის გარემო, ის რეალობა, რომელსაც წარმოიდგინე, რომ გინდა რომ გქონდეს, რაღაცა კონკრეტული სიხშირე აქვს, რაღაცა კონკრეტულ რეალობაში არსებობს, განზომილებაში არსებობს, რომელთანაც შენ უნდა მიხვიდე. აი აქ უნდა მიხვიდე შენ თვითონ, ეს აქ არ მოვა. იმედია სწორად ახსენი, იმედია გავიგეთ. და ყველაფერი კარგად იქნება. დროებით ლამაზო ადამიანებო. გამეორდები, ხო? თუ იმას გაქვთ სურვილი კონსულტაციის ჩემთან, პირად გაშლასთან დაკავშირებით კითხვები, შეგვიძლიათ მომწეროთ WhatsApp-ში მიჩვენია. მოკლედ, დროებით და კარგად იყავით.